პირველ რიგში მოგესალმებით და დღეს მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, მაგრამ სანამ თავარ საკითხზე გადავალ, ანუ იმაზე ის განცხადებაც მინდა მანამდე არ შემიძლია არ შევეხო გუშინდელ გამოხმაურებას იმ თემებთან დაკავშირებით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მე გუშინ წინ ვისაუბრე ამ დარბაზში, ვინცაც მე პრესკონფერენცია ჩავატარებ. საკითხი ეხებოდა მართველი კომპანიის მიერ, რუსთავის მედიის მართვის კომპანიის მიერ, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ბატონი ეროსი კიწმარიშვილი და ხელშეკრულება აქვს ამ კომპანიას ტელეკომპანია მაესტროსთან ამ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებს და ვალდებულების შეუსრულებლობას და ამ მიზეზებს. გახსოვთ ალბათ ამ საკითხებზე მე ვცლად ვისაუბრე გუშინ. ამაზე გუშინ რადიო პალიტრის ეთერში ბატონ მერაბ მეტრეველის განცემა რეზიუმეში ბრძანდებოდა ბატონ ეროსი კიწმარიშვილი და ფაქტობრივად ყველა იმ საკითხს არიდა თავი, თითქოს მას არ ეხებოდა არც ერთი იქ აღნიშნული საკითხი და შესაბამისად მან მოიხსნა მთელი პასუხისგებლობა, რომ ეს საკითხები ასე ვთქვათ არ იყო მისი პრეროგატივა. მე ხარ დავიწყებ დეტალურად ამ საუბრის შინაარსის განხილვას და პასუხს, იმიტომ რომ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე ეს იყო ტყუილი, რაც გუშინ ჩვენ რადიო პალიტრის ეთერში გადაცემა რეზიუმეში მოვისმინეთ, გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმე დიდ ტყუილს, რომელსაც არ შემიძლია არ შევეხო. მან აღნიშნა გუშინ, რომ იმ ვალდებულებაზე, ფინანსურ ვალდებულებაზე, რომელიც კონტრაქტით მის მმართველ კომპანიას გააჩნია ტელეკომპანია მაესტროს მიმართ, პასუხისმგებელი ვიყავი მე. ანუ მე უნდა შემესრულებინა ის ფინანსური ვალდებულებები და ეს შეეცადა აეხსნა სამართლებრივი ასპექტები. იმის გარდა, რომ რეალურადაც და სამართლებრივადაც ეს პასუხისმგებლობა იყო მმართველ კომპანიაზე, რომლის დამფუძნებელიც არის ბატონი ეროსი კიწმარიშვილი. მარტივად შევხედოთ ამ საკითხს. კონტრაქტს ყავს ორი მხარე. ეს არის ერთი მხრივ ტელეკომპანია მაესტრო, რომლის გენერალური დირექტორიც დღეს გახლავართ მე და მეორე მხარეს წარმოადგენს მმართველი კომპანია, რომელსაც ყავს თავისი დირექტორი და დამფუძნებელს წარმოადგენს ბატონი ეროსი კიწმარიშვილი. ანუ მე ვარ მხარე, მაესტრო არის მხარე, მისი გენერალური დირექტორის სახით, რომლის სასარგებლოდაც უნდა შესრულდეს იმ კონტრაქტით აღებული ფინანსური ვალდებულებები, რომელიც გააჩნია მმართველ კომპანიას. მმართველი კომპანია არის მხარე, რომელმაც მაესტროს სასარგებლოდ, ანუ ამ შემთხვევაში წარმოადგენელი ამ დირექტორი, რადგანაც მე გახლავართ, ჩემს სასარგებლოდ უნდა შესრულდეს ის ფინანსური ვალდებულებები, რაც გააჩნია მმართველ კომპანიას, რომლის დამფუძნებელიც არის ბატონი ეროსი კიწმარიშვილი. და ბუნებრივია ამ კომპანიის გენერალური დირექტორი. და თუ სამართლებრივ ასპექტს გავყვებით, გასაგებია რომ ის არის დამფუძნებელი, მაგრამ თუ მისი კომპანია, რომლის დამფუძნებელიც ის გახლავთ, არ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს, მინიმუმ ის უნდა გააკეთოს, რომ მოსთხოვოს თავის დირექტორს, რომელიც მე არ ვარ, რომ შეასრულოს მაესტროს მიმართ ის ფინანსური ვალდებულებები, რაც აქვს კონტრაქტით მას აღებული. ან თუ ეს არ სრულდება, მაშინ კეთილინებოს გაათავისუფლოს ის დირექტორი, მოიყვანოს ახალი დირექტორი, რომელიც შეასრულებს ამ ვალდებულებებს მაესტროს მიმართ. და ამ შემთხვევაში მაესტროს წარმომადგენლის მიმართ, რომელიც მე გახლავართ, იმიტომ დღეს მე ვარ მისი ხელმძღვანელი. ასე რომ ეს არის დიდი ტყუილი, მე მმართველ კომპანიაში არც დამფუძნებელი ვარ, არც დირექტორი ვარ, არც ერთი თანამდებობა მე იქ არ მიგავია. ბუნებრივია, მხარე, რომელიც არის მმართველი კომპანიის სახით, ვერ ვიქნები ვერანაირად მე. ანუ ჩემს მიმართ აქვს პირიქით ფინანსური ვალდებულებები და არა მე მაქვს ვინმეს მიმართ. ეს ერთი საკითხი. და სამართლებრივადაც ეს ნამდვილად ესეა, რითაც ის შეეცადა ამისგან ამ პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევას.
მეორე დიდი ტყუილი, რაც ბატონმა ეროსი კიცმარიშვილმა თქვა, რომ თურმე ის არ ერეოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ეს არ აისახებოდა ეთერზე და ჟურნალისტებიც ამას ადასტურებდნენ. ის რომ ეს არ აისახებოდა ეთერში და ჟურნალისტებიც ამას ადასტურებენ, რა თქმა უნდა ეს ასე, ეს არის მართალი. მაგრამ დიდი ტყუილია ის რომ მას არ სურდა არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. არხის მიუკერძოებელი, დღევანდელი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. მას ამაზე ჩემთან არაერთხელ ჰქონდა საუბარი და ის ჩემგან მოითხოვდა დღევანდელი არხის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. კონკრეტული საუბარიც არაერთხელ ჰქონდა ამაზე და ბოლოს, როდესაც წავდებოდა სიტუაცია, საკითხი ასე იდგა, რომ შენ გადახვედი მათ მხარეს, იგულისხმებოდა ტელეკომპანია და მაესტროს დამფუძნებლები, ეს ხდებოდა სანამ ბოლომდე გამწოვდებოდა. მოდით გავაკეთოთ ესე, შენ გადმოდი ჩემ მხარეს, ანუ გახდი მართველი კომპანიის, დატოვე მაესტროს გენერალური დირექტორის თანამდებობა, გახდი მართველი კომპანიის დირექტორი და ერთად გავატაროთ ჩემი ინტერესი მაესტროში, ერთად დავიმორჩილოთ მაესტრო. ეს არის მისი სიტყვები. ბუნებრივია, რომ ვერც ერთი ჟურნალისტი არხის მიუკერძოებულ პოლიტიკაში ჩარევას და შეცვლას ვერ იგრძნობდა, იმიტომ რომ ამ ჩარევის ცდელობას, რომელიც და მოთხოვნებს, რომელიც ხორციელდებოდა ჩემს მიმართ, მე არ ვასრულებდი. შესაბამისად ეს არხის სარედაქციო პოლიტიკაში, ანუ ეთერში ამის ასახვა ვერ მოხდა. და ტყუილია ის, რომ თითქოს მე არ მეხება არხის სარედაქციო პოლიტიკა. გუშინ თქვა მან ესეთი რამ, რომ კონტრაქტის მიხედვით, რომელიც მართულ კომპანიას, მის კომპანიას გააჩნია ტელეკომპანია მაესტროსთან, ეს კონტრაქტი არის გარანტი ჟურნალისტური დამოუკიდებლობის და ამის გარანტი არის პერსონალურად ბატონი მამუკა ღლონტი. კი ეს ასეა, კონტრაქტით ვალდებულება არსებობს მისი კომპანიისთვის, რომ მან უნდა, ანუ ყველამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს და შექმნას გარემო, რომ მაესტრო მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით ხელმძღვანელობდეს და ასე განვითარდეს და გაძლიერდეს და ასევე გარანტი ამისი არის დამფუძნებლების წარმომადგენელი ბატონი მამუკა ღლონტი, მაგრამ ტყუილია ის, რაც მან განაცხადა, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ ამ თვალსაზრისით. მე შევახსენებ მას, რომ დღევანდელი არხის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შემქმნელი და აღსრულებელი ყველა მაესტროს თანამშრომელთან, დღევანდელ თანამშრომელთან ერთად ვარ მე. ამიტომ მე შუაში კი არა, თავში ვარ. დღევანდელი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს ტელეკომპანია მაესტრო. კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა გუშინ, რომ თითქოს ამ ერთ წლის განმავლობაში მან მისმა კომპანიამ მოიზიდა სახსრები 2 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს ციფრი ახსენა. მინიმუმ ნახევარჯერ შეცდა თანხმობრივად. ორჯერ ნაკლებია მოზიდული და ის რაც ტექნიკით არის შემოსული, ის არის ძალიან მიზერი, მაგრამ იმის 80% გაუხსნელი დევს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ შეასრულა მისმა კომპანიამ მის ფინანსური ვალდებულებები, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში ეკისრებოდა და რაც თავისთავად ხელშემშლელი ფაქტორი იყო გნებავთ ტექნიკური გადაიარაღების მაესტროსი და გნებავთ სხვა მიმართულებით განვითარებისთვის
მაესტროსთვის და შესაბამისად გუშინდელი მისი კომენტარიც იმ საკითხზე, რომ თუნდაც მაესტრო ვერ ვრცელდება სათანადოდ, მათ შორის სატელიტზეც ეს თუნდაც ჩემი ბრალი ყოფილა. ეს არის ფინანსების ბრალი, რის გამოც რის ვალდებულებაც არ შეასრულა მისმა კომპანიამ და რის გამოც ჩამოიხსნა სატელიტიდან მაესტრო ვეღარ მაუწყებლობს და ვერც აღდგა ეს მაუწყებლობა. ამიტომ რომ ამ თანხების დაახლოებით 70-80% მიდის ხელფასებში და კომუნალურ ხარჯებში, მეძე ეს არ არის საკმარისი და შესაბამისად დანარჩენი დაახლოებით 200-300.000 ის თანხები იყო, რომელიც სასტარტო კაპიტალი იყო და ამ თანხებით ტელევიზიის შექმნა ნულიდან ეს ალბათ თავად ბატონ ეროსი კიცმარიშვილს არ უნდა ესწავლებოდეს რის გაკეთება ამ სასწავლებლით შესაძლებელი. ამიტომ მას როგორც ჩანს სკოლაში დამრგვალებაც არ ასწავლეს ციფრების და მილიონს 1 ლარითაც რო გადაცდება ის 2 მილიონამდე ამრგვალებს და არა ქვემოთ. პრინციპში მე სხვა საკითხებზე ალბათ აღარ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ ფაქტობრივად მას არც პასუხი არც ერთ თემაზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მე წამოვჭერი. ერთადერთი მინდა მთავარი განცხადება გავაკეთო. ანუ ისთვისაც დღეს მე წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი ესეთი რამ, რომ ერთის მხრივ ხორციელდება შანტაჟი, ანუ გადაკეტა ფინანსური წყაროები მართლმა კომპანიამ, რომ შეეფერხებინა მაესტროს ფუნქციონირება და წინა საახალწლო თანამშრომლებს არ ურიგებს სახელმწიფო დავალენებას და მეორე მხრივ იყო პრობლემა იმისა, რომ ამ კონტრაქტით არის შესაძლებელი, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში თუ მისთვის სასურველი პიროვნება არ იქნება დანიშნული გენერალური დირექტორის პოსტზე, მას შეუძლია შეაჩეროს ამ დირექტორის უფლებამოსილება და კოლაფსამდე მიიყვანოს მაესტრო. ანუ სასამართლო დავაში გადაიზარდოს ეს და 5 თვით მინიმუმ ფაქტობრივად შეიძლება რომ ვერ განახორციელოს ეს უფლებამოსილება ვერავინ. მიუხედავად აი ასეთი ორმხრივი პასუხისმგებლობისა, მე დღეს მინდა მაინც გავაკეთო განცხადება შეთავაზება დამფუძნებლებისთვის და ბატონი მამუკაპლონტისთვის, რომ მე გადავდგე გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მაესტროს, რათა უფრო ადვილი იყოს და უფრო შესაძლებელი იყოს, უფრო მობილური და მოქნილი იყოს დღეს მამუკასთვის და მაესტროს დამფუძნებლებისთვის ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, მე პროცესებს არ გავერიდები, იმიტომ რომ დღეს მაესტრო რთულ მდგომარეობაშია. მე ვრჩები მაესტროს გულშემატკივრად, მე ვრჩები ამ პროცესების მონაწილედ, მე ვრჩები ნებისმიერ ფორმატში ამ პროცესებში მაესტროსთვის დამხმარედ, რაც ჩემ ძალებში იქნება. იმიტომ რომ რთული რო დღეს ყველას მოვალეობაა, რომ ერთ-ერთი ბოლო თავისუფლების კუნძული გადავარჩინოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ჭირდება ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას. დიდი მადლობა. ანუ გადავდექით თუ შეთავაზება ბატონ კახა? მე გადავდექი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ავხსენი, რომ რა ასე ვთქვათ, რთული მდგომარეობა არის საკონტრაქტო ამ მხრივ, ამიტომ ბუნებრივია, რომ ეხლა უკვე ასე ვთქვათ, დამფუძნებლები მაესტროს დამფუძნებლები გადაწყვეტენ რა, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს და რა მიმართულებით უნდა წავიდეს შემდგომი პროცესები. წინა პრესკონფერენციაზე რო ბრძანეთ, აი ქართულ პარტიაში ყავდა წამხეზებელი ეროსისო, ერთად არ დავიკონკრეტებ ფინალს. არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანებს თავი მხრებზე იმიტომ აბია, რომ რაც არ უნდა წამხეზებელი და ცუდი მრჩეველი ყავდეს, ტვინი იმიტომ გაქვს, რომ შენ არ უნდა გადადგა არასწორი ნაბიჯები, ამიტომ მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ვინ რას ურჩევს? თუ იციან დამფუძნებლებმა მამუკაპლონტმა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, თუ პირველად მოისმენთ? არა, მე მათ ვესაუბრე გუშინ ამ თემაზე
და შესაბამისად ამ ეს გადაწყვეტილება ჩემი ამ სიტუაციაში არის ესეთი. თავად დანარჩენზე უკვე კომენტარებს ალბათ თავად ნამუკა გააკეთებს. რასაუბრები თქვენი გადაწყვეტილების შესახებ? მე ველოდები ერთს რომ ჩვენ ყველა ერთად საუკეთესო გამოსავალს მოვძებნით მაესტროს შემდგომი განვითარების. ამას ნამდვილად ველოდები. გაქვთ თუ არა ვარაუდი იმის შესახებ, თუ უნდა იკავოთ თქვენ შორის, ან შეიძლება იყოს ფავორიტი დამფუძნებელისთვის? ვერ გეტყვით ამაზე ინფორმაცია. არის ვინმე კანდიდატი? არა, ეს ახალი გადაწყვეტილება ამაზე არც ყოფილა იქ. აფიქრიც კი არ არის ჯერჯერობით. ხო, მე ერთი რამ მინდა აუცილებლად თქვა, რომ ეს გამომდინარე ამ რთული მდგომარეობიდან და მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც კეთილგონიერებას მოუხმობს ბატონი ეროსი კიცმარიშვილი და იმიტომ რომ თავი მოტივი და მოთხოვნა ჩემი გადადგომის იყო სარედაქციო მიუკერძობელი პოლიტიკის შეცვლა, ამას დარწმუნებული ვერ მიაღწევს, მაგრამ ამ მოთხოვნით, ანუ ის ამას აღწევდა ფინანსების გადაკეთვით მაესტროსთან. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება მას გონებას გაუნათებს და გახსნის იმ ფინანსურ წყაროებს. ნაწილი მის კომპანიას ჩემი ინფორმაციით მიღებული აქვს სახსრები და დღეს 31-ია და იმედი მაქვს, რომ დაარიგებენ მინიმუმ იმ სახელმწიფო დავალენებას თანამშრომლებისთვის, რაც ასე აუცილებელია ყველანაირი წინასაარჩევნო. მე შეთავაზება გავაკეთე ჩემ გადადგომაზე, ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს ალბათ ეს განცხადება და შემდგომ უკვე დროს ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ სასურველია რომ მალე მოხდეს ეს. დამფუძნებლებმა უნდა დაგიკმაყოფილონ. გადადგომა კი. დიახ, ეს პროცედურა დაწყებული. რა თქმა უნდა. ჩემი ინფორმაციით გაგრძელდება და ანუ ეხა პროცესშია. ეს ისახავდა ზუსტად იმას მიზნად, რომ ფაქტობრივად მაესტროში იმ მოთხოვნას და იმ ჩარევას, რაც მას უნდოდა, ანუ უნდოდა ის მიუკერძოებელი პოლიტიკა, რომელსაც დღეს სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც დღეს მაესტრო ახორციელებდა, ამის შეცვლა უნდოდა ჩემი მეშვეობით. მან როცა ჩემგან ვარი მიიღო ამაზე და ის მიხვდა, რომ და პირდაპირ ესეთი ფრაზა იყო, რაც წერან გავიმეორებ, რომ შენ უკვე მათ მხარეზე ხარ, ტელევიზიის და დამფუძნებლების, ამიტომ ახლა გადმოდი ჩემ მხარეზე, გახდი მმართველი კომპანიის გენერალური დირექტორი და შესაბამისად ჩემი ინტერესები ამ გზით ერთად გავატარო. მე ერთი რამე მინდა გითხრათ კიდევ, რომ მას მისი თავის ასე ვთქვათ შიში და საფრთხე იყო ის, რომ მაესტრო არ გამხდარიყო ფინანსურად დამოუკიდებელი. ჩვენ გქონდა გარკვეული პროექტი, მაესტროს რეორგანიზაციის პროექტი, რომელსაც ახლა მე დეტალებზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამის დროც მოვა, რომელიც გულისხმობდა უახლოეს მომავალში და ძალიან ჩქარა მაესტროს თვის ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც თავისთავად უკვე გამყარება იქნებოდა იმ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის, რომელსაც მაესტრო დღეს ახორციელებს. აი ამის შიში გაჩნდა მასში, რომ მას უნდოდა დამოკიდებული ყოფილიყო მაესტრო ფინანსურად მასზე და მის კომპანიაზე, რომ მას უფრო მოგეხსენებათ ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, ხო? ამ შემთხვევაში ეს ვერ გააკეთა, მაგრამ თუ მე გამწევდა, ანუ აღარ ვიქნებოდი მაესტროს დირექტორი, მას ამის იმედი ჰქონდა. შესაბამისად ის პროექტიც, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო მაესტროს რეორგანიზაციის, რომელიც მაესტროს ფინანსურ დამოუკიდებლობას მოუპოვებდა, ეს პროექტი მან ჩაშალა. მან პირდაპირ თქვა, მე მმართველი კომპანია მე ვარ, მე ვეწინააღმდეგე ამ პროექტს და ჩავშლი და ჩაშალა. და ეს იყო ასევე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიზეზი იმისა, რომ ჩემთან დაიწყო მან ბრძოლა, რომ მე გადავეყენებინი აქედან, იმიტომ რომ ის მიხვდა, რომ ჩემი დახმარებით უფრო მალე და
ჩქარა იქნებოდა შესაძლებელი მაესტროს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება. ბატონო? კი, თბილისში. ჩვენ შეგვიძლია ამ განცხადების შეფასება რომ ეროსის მარშრუტმა გაიგოს. არა, იმიტომ რომ ეროსი კიწმარიშვილს ვიცით რაც უნდა მე ამაზე უკვე 2 დღეა ვსაუბრობ, მაგრამ დღეს ამას ის ვერ აღწევს. ანუ ვერ ცვლის მაესტროს მიუკერძებელი სარედაქციო პოლიტიკას. ჩვენ ნებისმიერი ძალისხმევით ეს უნდა შევინარჩუნოთ. ის თავის მიზანს მიაღწევს მხოლოდ მაშინ, როდესაც დღევანდელი მიუკერძებელი სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება მაესტროში და მოემსახურება ის კონკრეტულ მის პოლიტიკურ ინტერესებს.